ანაკლიის შემდეგ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ზუგდიდში მუნიციპალიტეტების გამგებლებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა ჩართულობის ცენტრში. დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მინისტრმა რეგიონში პრივატიზებაზე ისაუბრა და გამგებლებს შესაბამისი დავალებები მისცა. დავით ნარმანიას თქმით, 15 მარტამდე უნდა გადანაწილდეს ის თანხა, რომელიც ესაჭიროება თითოეულ სოფელს ბიზნესის განვითარებისთვის, მოსახლეობის დასაქმებისა და სხვადასხვა პროექტების შესრულებისთვის. დავიწყე შეხვედრები რეგიონებში, დავიწყე დასავლეთ საქართველოდან და გავაგრძელებთ შემდგომ დღეებში. შეხვედრის ძირითადი მიზანი არის ადგილობრივ თვითმმართველობებს გავაცნოთ ინფორმაცია ჩვენი სამინისტროს მიმდინარე პროექტების და პროგრამების შესახებ. გარდა ამისა, ვისაუბროთ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდზე და მისი განაწილების წესზე. მომდევნო ორშაბათამდე ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ჩვენთან უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია და პროექტები, რაც უნდა დაფინანსდეს 200 მილიონი ლარის ფარგლებში. გარკვეულია ის პრიორიტეტები, ისი დაფინანსებაც მოხდება ინფრასტრუქტურის სამინისტროდან. ჩვენ მივესალმებით იმ წინადადებებს, რომელიც წამოვიდა, ვინაიდან აღნიშნული საკითხები აწუხებს როგორც ჭყოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ასევე გლობალურ მასშტაბში მთლიანად საქართველოს.